მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 2026 წლის 31 იანვარი. მიხარია კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ბევრნი მისმენთ და მადლობა სწირავთ ღმერთს იმისთვის, რომ მან მოგცათ ცხოვრების კიდევ ერთი დღე. როგორიც არ უნდა იყოს ეს. თუ ცოცხლები და ჯანმრთელები ხართ, უფალი ნამდვილად იმსახურებს მადლიერებას. იცით, 75 წლის ვხდები. არასოდეს მიფიქრია, რომ მამასაკამდე მივაღწევდი. ისეთი ცხოვრება მხვდა წილად. თუმცა როგორ ვთქვა, ყველას რაღაც სირთულეები აქვს. უბრალოდ ვიტყვი, რომ იოლი არ ყოფილა. ასე სჯობს. მე კი არც ხვებზე უკეთესი ვარ და არც უარესი. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. დღეს სრულიად მარტო ვარ. არავისთან ვურთიერთობ. მხოლოდ ქველმოქმედებით ვარ დაკავებული. ვავითარებ დიდ პროექტს საქართველოში და ძალიან როგორ ვთქვა, ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მომცა ასეთი შესაძლებლობა. პრაქტიკულად ყოველგვარი ფინანსური დაბანდების გარეშე მოვიზიდო 100,000-ობით სული. დიახ, სწორედ სულები. რათა მათ, როგორც ამ ღვთიური საჩუქრის მატარებლებმა დაეხმარონ სხვა ადამიანებს. მე ამის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ ის, ვინც ხელი გაუწოდა სხვა ადამიანს, დახმარების საჭიროებაში მყოფს. ღმერთის წინაშე განსაკუთრებულ პრივილეგიას იმსახურებს და უკვე დაიმსახურა. არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო იქნებოდა YouTube-ზე ჯგუფის შექმნა და საუბარი თითოეულთან, ვისაც ღმერთის არსებობის სჯერა. არა, რელიგიურ ადამიანთან არა. მე რელიგიურ ადამიანებს მორწმუნეებად არ მივიჩნევ, რადგან რელიგია და ღმერთი სრულიად განსხვავებული ცნებებია. დამიჯერეთ. როცა ვიწყებდი, დავდიოდი როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ისე პროტესტანტულ ეკლესიებშიც. აუცილებლად ვუსმენდი სხვადასხვა რელიგიის ყველაზე გონიერ, სულის ამაღლებელ მქადაგებლებს. მაგრამ მხოლოდ მათ, ვისგანაც ახალ ცოდნას ვიღებდი, რათა შემდეგ ის თქვენთვის მომეყოლა. ახლა ვხვდები, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. მე თავად მივიღე მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, რაცა ჯარში ვმსახურობდი. ეს ცალკე თემაა. ვიცი, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. ვიცი. ხოლო მათთვის, ვინც არ მიცნობს, გეტყვით მაინც, სამგზის ვიყავი პარლამენტის დეპუტატი. არავინ დამხმარებია. არც ერთ პარტიასთან არ მივსულ ვარ. ყველაფერს თავად მივაღწიე. ჩემი ადგილი საკუთარი ძალებით დავიმკვიდრე და დიდი გიჟური უპირატესობით გავიმარჯვე. ვიცი, რომ ერთ-ერთმა ოლიგარქმა, რომელიღაც მილიციის გენერალს $300,000 ნაღდი ფულით გადაუხადა, რათა ჩემთვის გაესწრო შედეგებით. არ ვიცი, ალბათ მან ეს ფული მიითვისა, მაგრამ კიევში ფულით მოგება შეუძლებელია. დიახ, ორჯერ ვიყავი კიევის მერი. მაქვს უამრავი სხვადასხვა ჯილდო და დამსახურება, მაგრამ მე მათ დამსახურებად არც ვთვლი. მაღალი სახელმწიფო თანამდებობა გამაჩნდა, თითქმის გენერლის დონეზე. თუმცა ეს იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც მე პირადად არ ვიცნობ. დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც ბიბლიაში შაბათი ეწოდება. სწორედ ბიბლიაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ იფიქროთ, თითქოს მე მსურს თქვენი ებრაელებად გადაქცევა. არა. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ნახევრად ებრაელი ვარ. მამას არ ვიცნობდი. ამას ძალიან ვნანობ. და სწორედ აქ, სხვათა შორის, ისრაელში შევძელი მის შესახებ ინფორმაციის მოძიება. იმიტომ რომ უკრაინის კორუმპირებულმა კაგებეშნიკებმა, როგორც სხვა რესპუბლიკებშიც, ყველაფერი უფასოდ გადასცეს რუსეთს
და აღმოჩნდნენ ებრაელები სხვა ქვეყნებში. ალბათ ამას ყურადღებას ვერ უთმობდნენ, რომლებმაც უკვე რუსები მოისყიდეს და იპოვეს დოკუმენტები ყველა იმ ადამიანის შესახებ, ვინც ჰიტლერის წინააღმდეგ იბრძოდა. იქ დეტალური ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიჩინა თავი ჩემმა მამამ ომში. ის ნამდვილი გმირია. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა ეს ინფორმაცია მივიღე. მართლა ბავშვივით მიხაროდა. იმიტომ რომ ის იყო მამაცი ადამიანი, რომელმაც საშინელი ჭრილობა მიიღო. ფაქტობრივად სწორედ ამის გამო გარდაიცვალა ძალიან ადრე. 5 ტანკი გაანადგურა. артиллериულ დანაყოფს მეთაურობდა. ვერაფერი მოასწრო, ჩემთვის მოეყოლა, რადგან სულელი ვიყავი. ბიჭი, რომელსაც უფრო უნდა სწრაფად ეზოში მეგობრებთან გაქცევა. მამა ორჯერ ჩამოვიდა ხარკოვში. დედას მასთან მივყავდი, რომ გვეურთიერთა. მაგრამ რა ურთიერთობაზე იყო საუბარი? მისი ცხოვრება ჩემთვის საინტერესო არ იყო. არც დედა ჩემის ცხოვრება მაინტერესებდა. მე მარტოსული ადამიანი ვარ. მეგობრები მიყვარდა გოგონები, ვის მიმართაც ყურადღებას ვიჩენდი. ჩემს სულში სიყვარული ცხოვრობს. ახლა გეტყვით, ვინ არის ჩემთვის ბიბლიის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ვისზე მინდა ჩვენი გადაცემის ბოლოს მოგიყვეთ. ეს იყო მოსე, დიდი ადამიანი. მან არ იცოდა, რომ ებრაელი იყო. ის მაშინ მიატოვეს, როცა ეგვიპტეში ყველა ჩვილს ხოცავდნენ. და ფარაონის საყვარელმა ქალიშვილმა ის იპოვა და იშვილა. ის შეიძლებოდა გამხდარიყო უზარმაზარი სახელმწიფოს მეთაური, რადგან იმ დროს ეგვიპტეში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ეს დაახლოებით მთელი მოსახლეობა პორტუგალიიდან ყვითელი ზღვის საზღვრებამდე. დღეს ეს მილიარდებია, მაშინ კი ასე იყო. მას ყველაფერი ჰქონდა. ფული, ძალაუფლება. ლამაზი ახალგაზრდა იყო. არ ვიცი ზუსტად, სადღაც 25-26 წლის იქნებოდა. როცა ეგვიპტეში სეირნობდა და აკვირდებოდა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები. ხალხი მის წინაშე მიწაზე ეცემოდა. ერთხელ მან დაინახა, როგორ ცემდა ერთ პატარა ადამიანს. როგორც შემდეგ გაირკვა ებრაელს. ეგვიპტის მთავარი უშიშროების უფროსი. მაშინ სხვა სახელი ეწოდებოდა. სცემდა ფეხებით, ხელებით, ჯოხით. ადამიანი ტიროდა, სიცხლის დიოდა და ევედრებოდა არ მოეკლათ. მოსე ხვდებოდა, რომ თუ ამ უბედურს დაიცავდა, ყველაფერს წაართმევდნენ და გამოაცხადებდნენ, როგორც დღეს ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ინტერპოლით მოძებნიან. არ ვიცი მე როგორ მოვიქცეოდი. მამა ჩემი კი ისე მოიქცეოდა, როგორც მოსე. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ვიცი მისი გმირული საქციელების შესახებ და ოდესმე ამას უფრო დეტალურად მოგიყვებით. ის დასახმარებლად მივიდა. მოკლა ის დარაჯი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, როგორც სხვათა შორის მამა ჩემიც. და როცა მტვრისგან, ტალახისგან, მთელი სიბინძურისგან, სტრემლებში ჩაფლული ის პატარა ებრაელი წამოაყენეს, მადლიერებას არ ელოდა, მაგრამ მან, როგორც მე ვფიქრობ, სასურველია თქვენს ბიბლია წაიკითხოთ. იმდენი შეურაცხყოფა მიიღო, რამდენიც ცხოვრებაში არც ერთ ადამიანს მიუღია. ამ ებრაელმა იცოდა რა, რომ ამის გამო ჯოხებით სცემდნენ, რადგან გადარჩა მან, უფლისწულმა. ჩვენი ენით რომ ვთქვათ, დაიცვა. დაწყევლა მისი დედა, მამა, მთელი მისი სანათესაო და თავადაც ის. ლანძღავდა და სახეში აფურთხებდა.
და შემდეგ მოსეს დამალვა მოუწია. თუმცა ის არ განაწყენებულა, რადგან ღმერთმა მას მისცა შანსი, მის წინაშე თავი გამოეჩინა. გამხდარიყო ის, ვისაც ახლა დავასახელებ. ბიბლია მას, ბიბლია ანუ ვინც დაწერა. მთელი ებრაული ხალხის ისტორიაში და არა მხოლოდ ებრაული, ყველაზე სიღრმისეულ ბრძენად მოიხსენიებს. დიახ, ყველაზე მთავარ ბრძენად. ღმერთმა ის წინამძღოლად აქცია. საერთოდ იქ ბევრი საინტერესო ამბავია, რადგან ის მაინც ვერ შევიდა. ფეხი ვერ შედგა წმინდა მიწაზე. ყველაფერ ამას გაიგებთ, თუ მოინდომებთ. მე კი მსურს შემოგთავაზოთ უბრალოდ საუბარი იმაზე, თუ როგორი ღმერთი მინდა შემოგთავაზოთ ჩემს ასაკში. რათა არ წავიდე ამ ცხოვრებიდან ისე, რომ არ მოვასწრო თქვენთვის სიმართლის თქმა. სიმართლეზე პრეტენზია, რა თქმა უნდა, მხოლოდ იდიოტს შეუძლია ჰქონდეს, მაგრამ თითქმის სიმართლეზე, თითქმის 75 წლის ადამიანის, სამართლის დოქტორის, ისტორიის კარგად მცოდნის და ოდესღაც უნივერსიტეტის პრორექტორისაც კი შეიძლება. დასვით კითხვები. თუ გექნებათ კითხვები და მართლა და გაინტერესებთ, როგორ გააკეთოთ ისე, რომ უფალს უყვარდეთ. ვფიქრობ, რომ შემიძლია დაგეხმაროთ. ახლა კი გთხოვთ. საღამოს დაურეკოთ თქვენს მშობლებს და უთხრათ, რომ ასეთი თემა წამოვიწყე. შეიძლება რომელიმე მათგანისთვის ეს საინტერესო აღმოჩნდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი თქვენს ხმას მოისმენენ და კიდევ ერთხელ გაიგებენ, რომ ღმერთი სიყვარულია. წარმატებები, მეგობრებო, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და მოკითხვა თქვენს მშობლებს.